უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გასადენით ევროპას რუსული ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება. 2025 წლის 1 იანვრიდან უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეაჩერა. პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით რუსეთის გაზის ტრანზიტის შეწყვეტა დიდი მარცხია ვლადიმერ პუტინისთვის. ბოლოს სატრანზიტო კონტრაქტი უკრაინას და რუსეთს შორის 2022 წელს მოსკოვის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრამდე გაფორმდა. ომის დაწყების შემდეგ კიევმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ კონტრაქტი შეწყვეტის შემდეგ აღარ განახლდებოდა. როდესაც პუტინს რუსეთში ძალაუფლება გადაეცა 25 წელზე მეტი ხნის წინ უკრაინის ტერიტორიიდან ევროპაში გაზის წლიური გადატუმბვა შეადგენდა 130-ზე მეტ მილიარდ კუბურ მეტრს. დღეს რუსული გაზის ტრანზიტი ნულია. ეს მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხია. ენერგორესურსების იარაღად გადაქცევამ და პარტნიორების ცინიკურმა ენერგოშანტაჟმა რუსეთს ყველაზე მიმზიდველი და გეოგრაფიულად მისაწვდომი ბაზარი დააკარგვინა. გარემოებების გამო ევროპის ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით შეეგუა ასეთ ცვლილებებს. დღეს ჩვენი საერთო ამოცანა მოლდოვას მხარდაჭერა ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პერიოდში. ჩვენ ასევე უნდა გაუძლოთ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ისტერიას, რომლებიც გამჭვირვალე ენერგეტიკული პოლიტიკის ნაცვლად მოსკოვთან მაფიოზურ საქმეებს ამჯობინებენ. ჩვენ ასევე ნამდვილად ვიმედოვნებთ ევროპაში ამერიკული გაზის მიწოდების გაზრდას, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე ისაუბრა. ბაზარზე არსებული პარტნიორების თანამშრომლობა და მაქსიმალური შეთავაზებები ფასებს უფრო კომფორტულს გახდის. უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყო და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირა. ევროკავშირმა დაიწყო თხევადი ბუნებრივი აირის მიღება კატარიდან და შტატებიდან, ასევე გაზის მიღება ნორვეგიიდან. მოსკოვის პოზიციით უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, ამერიკამ ამით ფინანსური სარგებელი მიიღო. ევროპის სახელმწიფოებმა კი თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობაზე თქვეს უარი. ვარაუდობენ, რომ ევროპელი მომხმარებლების უმეტესობისთვის ეს არ გამოიწვევს მნიშვნელოვან და მყისიერ პრობლემებს, რადგან ბევრი ქვეყანა უკვე წლებია მიმართავს ძალისხმევას რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. სლოვაკეთი, უნგრეთი, ავსტრია და ბალკანეთის რამდენიმე სახელმწიფო კვლავაც იყენებდნენ რუსეთის გაზს, რომელიც იქ უკრაინის გავლით ჩადიოდა, თუმცა უფრო მცირე მოცულობით.